დღეს მოვამზადოთ ისპანახი მჭადებთან ერთად. გავრეცხოთ კარგად და როდესაც ადუხდება დავამატოთ 1/3 ჩაის კვების სოდა, რომ დარჩეს მწვანე და ხასხასა ფერი. ვადუღოთ 10 წუთი, მოვშუშოთ ხახვი, შეგიძლიათ ნედლის სახითაც გაუკეთოთ ხახვი, მაგრამ ჩემ გემოვნებას თუ ენდობით, მოშუშული ბევრად უკეთესია. დავჭრათ წვრილად ისპანახი, დავამატოთ ხახვი, გატარებული ნიგოზი, ნიორი, ქინძი უცხო სუნელი, დაღერღილი წიწაკა, ქინძი, ძმარი და მარილი თქვენი გემოვნებით. კარგად ამოვურიოთ და ვამატებთ ჩემს საყვარელ ინგრედიენტს ბროწეულს. ისპანახი კი მჭადის გარეშე ჩემთვის უგემურია. ამიტომ გემრიელი მჭადებიც მოვამზადოთ. მე ფქვილს ვამატებ ცოტა სოდას, ცხიმს, შეგიძლიათ ზეთიც და კარაქიც და ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურის წყალი. კარგად უნდა მოვზილოთ, მიეცეთ თქვენთვის სასურველი ფორმა და გამოვაცხოთ აეროგრილში ან ღუმელში. მე პირადად დამჭირდა 25 წუთი ჩემი მოვას ჭკვიანი აეროგრილით, რომელმაც ცხოვრება გამიმარტივა. შეგიძლიათ როგორც 1, ასევე 2 განსხვავებული კერძის მომზადება. არის 9 ლიტრიანი, მაგრამ იმდენად ტევადია, რომ პატარა გოჭიც თავისუფლად შეიწვება. ყველაფერი მზად გვაქვს, დავასერვიროთ და მივირთოთ გემრიელად.